ამირანი მამაშენია. არა პატარა ფიგურა. და საერთოდ როდესაც მამები არიან ძლიერები, სადღაც წავიკითხე ეგეთი quote, რომ მამა რაც უფრო ძლიერია, მით უფრო დიდ ჭრდილს ქმნის. ხო არ იყო აი ეს მიზანმიმართულობა, მტკიცება და რაღაცეები განპირობებული, ნაწილობრივ არ მაბობ რომ მთლიანად განპირობებული, მაგრამ განპირობებული იმითი, რაც იყო ამირანის შემთხვევაში. შეიძლება ნაწილობრივ ყოფილი. უფრო მტკიცების კონტექსტში ალბათ შეიძლება იყო. სვენელმა შეიძლება და მაყურებელმა არ იცოდეს, რომ მე დიდი სიამოვნება და სიამაყე მაქვს, რომ ნიკა შემიძლია ეგეთი კითხვები დაუსვა, იმიტომ რომ ნიკა იყო ერთ-ერთი ყველაზე მეტად მომუშავე საკუთარ თავზე მენეჯერი, რომელსაც მე ვიცნობდი საერთოდ საქართველოში. რომელიც თვით გაცნობიერებაზე და განვითარებაზე ბევრი კუნთი აქვს, ნავარიჯ მაგარი ნათრევია, მაგ კუთხით შემიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ამდენი წარმატება შეგიხმია და ამოდენა ეგო გაქვს, არ არის ადვილი სარკეს ჩახედვა, ეგ საკმაოდ, როგორ ვთქვა, შეიძლება გამომწვევი პროცესი იყოს. ხო, ეგ მომენტები მახსოვს მტკივნეულად, მაგრამ კითხვას დაუბრუნდე, რაც შემაჩენს რაც ვკითხე, ყველაზე კაი რაც ქონდა და გვაქვს ურთიერთობაში, ხშირად მამები და შვილები შედიან ერთმანეთთან კონკურენციაში. ესეც ესე ვთქვათ, ესე ძალიან ტოქსიური ხდება ხოლმე და ეს მინახავს და ძალიან ირგვლივაც მინახავს რა და მე დამაჩენს ეგ დინამიკა არ აქვს რა. თუმცა შეიძლება მტკიცების რეჟიმში შვილი ყოველთვის იყოს, რომ შობელს დაუმტკიცოს, რომ კაი არის. მე ხარ ვიცი ამირანია, ესეთი ყველაფერს თავი გამონებდა, ჯანდაცვის მინისტრი იყო ამ ქვეყანაში და არ ვიცი, კოვიდის პერიოდში რაც უნდა ჩაგერთო მამაშენი იყო. ხო და ამიტომ ეგის არა გვაქვს ასე ვთქვათ. კონკურენცია არა გვაქვს და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მანაც მკითხოს ხოლმე რას ვფიქრობ რაღაცაზე და მეც ვკითხო ხოლმე რას ფიქრობს რაღაც კონკრეტულ საკითხებზე და აზრები გავცვალოთ ერთმანეთში და ძალიან ჯანმრთელია ეს ურთიერთობა და ძალიან მახარებს.